დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დებატობდნენ ევროპარლამენტარები სტრასბურგში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს არა მხოლოდ ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმი, არამედ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებიც, რომლებიც ევროპარლამენტარების თქმით არაკეთებენ სათანადოდ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და რა თქმა უნდა ევროპელმა პოლიტიკოსებმა ევროკომისია და ევროპული საბჭო გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ისინი სანქციებს არ უწესებენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მის ბიზნესმენებს, მისი რეჟიმის სპონსორებს და უახლოეს გარემოცვას, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს ევროპულ მომავალს და არღვევენ ადამიანის უფლებებს, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები უკვე 55 დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ხედავენ. დაახლოებით 27 გამომცვალი გამოვიდა გუშინ ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან და ყველა მათგანის თითქმის უმრავლესობის ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოლიტიკოსების გარდა ყველა ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და იმას, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ლეგიტიმურად ქართული ოცნება, არც ერთი ფორმით არ უნდა მისცენ ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია და უნდა შეწყვიტონ ყველანაირი ტიპის პოლიტიკური კონტაქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის ერთადერთი მოთხოვნა, რაც არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიერ საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი სწორედ ახალი არჩევნებია და თუ რა თქმა უნდა ეს არ დაკმაყოფილდება ევროკავშირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები. ძირითადად ევროკავშირი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ისინი არ უწესებენ შეერთებული შტატების მსგავსად სანქციებს, თუმცა მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეროვნული სანქციები მაინც დაუწესონ ივანიშვილს. თუ რა თქმა უნდა ერთიანი სანქციები ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან ოლიგარქისთვის სანქციების დაწესებას. თუ რა თქმა უნდა ეს არ მოხდება, ევროპა ერთით ნულს აგებს რუსეთთან და მათ არ უნდა დაუშვან ის, რომ კრემლმა საქართველოში გაიმარჯვოს. As Georgians fight for the European path, მაშინ როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში. პირველი ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი. მეორე ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად სცემეს. თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. the only way out of this crisis is new, independent, fair elections. In Georgia, the EU is the only. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. არჩევნები მოპარული იქნა და არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმურები. ევროკავშირის საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება. ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ არა და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა. ის რაც საქართველოში ხდება, სერიოზული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი 1, ევროპა 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოდით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ წავაგოთ. საქართველოს კრიტიკულ ეტაპზეა ევროპული ღირებულებები ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ ევროპარლამენტი გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. And other political prisoners. It's cold outside today. დღეს გარეთ ცივა, წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები, რადგან გსურს შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს. რას იგრძნობ თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ მხოლოდ შეიძლება ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში
გამგზავრება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება. First of all, Ivanishvili პირველ რიგში ივანიშვილი და ქართული ოცნების ოფიციალური პირები უნდა დასანქცირდნენ, მათ შორის აქტივების გაყინვით. მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ. მე ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მკაცრად ვგმობ. კომისიასა და საბჭოს ვთხოვ, რომ თავიანთი საქმე შეასრულონ. თქვენ ქართულ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენის გვჭირდება. The Georgian people want the European future, but their government responds with ქართულ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებით და ტყუილებით პასუხობს. ქართული კოშმარის პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა. ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და სასტიკ ძალას იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას, მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან მოდის. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზისხება. while sowing chaos. საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკი ანგარიშწორებით საუბრით დაიწყო ევროკომისარმა დებატები ევროპარლამენტში. მაგნუს ბრუნერი, რომელიც არის შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარი, შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართული ოცნების რეჟიმი სასტიკად არბევს უკვე თვეზე მეტია საკუთარ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე და ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ძალადობის არც ერთ ფაქტზე პასუხისგებაში არ არის მიცემული, არც ერთი სამართალდამცველი, ეს არის სერიოზული პრობლემა. ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, რომ ივანიშვილის რეჟიმი წამების ელემენტებს იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომაც ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა პირდაპირ მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ უნდა გაათავისუფლონ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ სამართალდამცველები, რომლებიც მხილებულნი არიან მოქალაქეების წინააღმდეგ დარბევაში და არასათანადო მოპყრობაში და ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის მზარდი დემოკრატიული უკუსლა, ეს არის ევროკავშირისთვის შემაშფოთებელი, ამიტომაც ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ უნდა შეწყვიტოს ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა საქართველოში. Georgia's progressive democratic decline. საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები ამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარების სრულიად მიუღებელია. ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრება, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების, ძალადობრივი დარბევების და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა. მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირის სოლიდარობას უცხადებს ქართულ ხალხს და მოუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლო დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ. ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავების, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. Consequences for the law enforcement officials involved in. ქართული ოცნება ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, რადგან ეშინია და სრულ პანიკაშია. ასეთი განცხადებები გაკეთა გუშინ სტრასბურგში ევროპარლამენტში, სადაც ბევრი იყო საუბარი ძალადობაზე და თითქმის არც ერთი გამომცვალი არ დარჩენილა, რომელმაც ყურადღება არ გაამახვილა ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, რომელიც პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება და ყველა გამომცვალი მოუწოდებდა ივანიშვილის რეჟიმს, რომ შეწყვიტონ ძალადობა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ძალადობისგან დაცული არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ არის, არც საქართველოს რიგითი მოქალაქე და ეს არის ევროპარლამენტისთვის სერიოზული პრობლემა.
The party that calls itself პარტია, რომელიც საკუთარ თავს ქართულ ოცნებას ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს. ასე რომ ვკითხულობ, ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს, არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ვნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში. მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ მსურველთა კოალიციაზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ. who would impose targeted sanctions also against you. We just heard former Georgian Prime Minister Georgi Kacharia. გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს დაესხა სასტიკად, მათ შორის ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი. კახარიას სისხლდენი და ძვლების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55 დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. ქართული ოცნების რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი. ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ ქართული ოცნება პანიკაშია. გუშინ ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნა, როგორც უკვე გითხარით, 27-მა ევროპარლამენტარმა დაიკავა და უმრავლესობის მთავარი მოთხოვნა იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ წენეხის გაზრდა, მისი სანქცირება და ოცნების რეჟიმის არაღიარება, თუმცა იყვნენ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ევროსკეპტიკოსები, რომლებიც ევროკავშირს ააკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში და რომ საქართველო ევროკავშირის და ბრიუსელის კოლონია არასდროს გახდება და ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ წარმოადგენს ევროკავშირის და ევროპარლამენტის უმრავლესობის პოზიციას, ისინი არიან უმცირესობაში, რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას. რეზოლუცია, როგორც უკვე გითხარით, წინა დღეების განმავლობაში დამტკიცდება თებერვალში და ეს იქნება რიგით მე-6 რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას და მის არაღიარებას მოითხოვს.